ოფიციალური და განზრახვის სფერო 2015 წლის განმავლობაში პროექტი წარმოდგენია 105 მილიონი, ხო? 105,000. არის ოდენ აქტიერი საზოგადოების ჯანდრახვის ექსკლუზიური უფლებების განხორციელების გამოყოფილია 200,000. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება 800. აი რა არის ეს? მოსახლეობის ბოდიში ხალხობა. რატომ და აი ეს მომენტი რომ 200,000-ის ოდენობით არის განხორციელებული ექსკლუზიური ჯანდაცვა. კი ბატონო, ვეთანხმები. მაგრამ ჩამონათვალში მე ზუსტად მაინტერესებს, იმიტომ რომ სოციალური პროგრამები და სოციალური ფონი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთულია. სრული კომპლექტი გადაჭრიათ წარმოქმნილი ბიუჯეტის პროექტის იქ სრულად არის ყველა პროგრამა ჩაშლილი მოსახლეობის სოციალური პროგრამები. აი ეს არის ანაბიჩი. მე ვიცი ფაქტია. ამიტომაც წინასწარ დაიგეს ეს პროექტი უკეთესია. ბატონო ბოდიში ბიუჯეტის განხილვარი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ახლა თქვენ პროფესიონალი, ბატონო პროფესიონალი, კი ბატონო, ვეთანხმებიან, მაგრამ თქვენ როცა საკრებულოს წევრებს წარუდგენთ ბიუჯეტის პროექტს, ახლა პროექტს. ეს წინასწარ უნდა იყოს წარდგენილი. მე უბრალოდ ცნობისთვის კიდე აქვს რომ აი ზუსტად ის სამსახური, სადაც წარმოგვიდგენთ ჩვენ თავის დებულება უნდა მივიღოთ ამ სამსახურის დაავადებულება, საკრებულო უნდა დავამტკიცოთ. იქ დებულებაში იქნება და თვითონ თავიანთ პროგრამაში ანუ ვისგან შედგება უსაფრთხო დარჩენილი ადამიანების სიტუაციაზე, ანუ თანხა რამდენია, ვინ არის ბენეფიციარი, მიღები, რატოა ეს ასე განაწილებული, ამას თავიდან ბოლომდე განხილვა ის კონკრეტული სამსახური წარმოგვიდგენს თავის ხედვას. ატონოგია ძალიან თქო დახალყველას როცა ვსაუბრობ ერთმანეთს მოусმინოთ სპორტის განვითარების ცენტრი მაინტერესებს მილიარდი ხელმძღვანელი პლუს მაინტერესებს მილევად რეჟიმში თუ არის დაეწერის კოლეჯი ვიდრე ჩვენ ასე დავთხოვეთ დროს დაეწერის კოლეჯი ყოველთვის ასე მეუბნება ხოლმე და მე სექტემბერში ისევ ვღებულობთ ბავშვებს და ჩვენ ფორს ბაზოში ვუმატებთ თანხებს ბიუჯეტში ვამხოლმე და მესამე IP ოდიში რაფორმა გაჩნია რაიონში საერთოდ მე იმიტომ და ბაზარს ქალაქისა მე როგორც ვიცი და ამიტომ თხოვე მე ამაზინათ რომ გამგებლობას ის ქონება რომელიც დაგაიყო ვაკანტი ჩამონათვალი ნუსხა ის არაკომერციული პირები ჩამონათვალი და ნუსხა ვაკანტი ბაზა გააჩნია თუნდაც ოდის სიტყვაზე აი ეს იყოს ჩვენთან წარმოქმნილი საკრებულოში განსაკუთრება გაყოფა მოხდენია ყოფილი საკრებულოს გადაწყვეტილებით. ბატონო და მე მგონი ის შეკითხვები, ანუ ის უზუსტობები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, მაშინ უპრიანი იყო იმ საკრებულოზე უნდა გადაეცვა. ანუ გაყოფის თემა აქ უკვე ეს გადმოგვეცა ჩვენ ოფიციალურად წინა საკრებულოსგან. ეს რაც შეეხება ეს ჩვენ მივიღეთ რაიონის ბიუჯეტის პროექტი, ჩვენი ფრაქცია და საპარლამენტო ფრაქცია ვიმუშავებთ კონკრეტულ საკითხებზე და ორ-სამშაბათს განხილვების დროს უფრო დეტალურად მოგაწვდეთ რა შენიშვნები გვექნება, ჩვენი მიზანი არის მარტივი. ქალაქის ბიუჯეტი, ქალაქის ხალხს უმართლეს, ჩვენი რაიონის ბიუჯეტი მოხმარდეს ჩვენი სოფლების განვითარებას, ჩვენი სოფლების მოსახლეობის ხალხის დასაქმებას, ჩვენ ამაზე ვიბრძოლებთ და ეს საკითხი შენიშვნები რა თქმა უნდა ბუნებრივად წარმოიშვა, იმიტომ რომ გაიყო ბიუჯეტი და ეს წარმოქმნის გარკვეულ სირთულეებს, თავად ხალბატონმა ნანიმ და ბატონმა რუსლანმა თავის მოხსენებაში ამ სირთულეებზე, მოსალოდნელ სირთულეებზე ილაპარაკეს, ჩვენ სწორედ აი ამ სირთულეებზე გავამახვილებთ საკრებულოს თომაზე. ყურადღება არის გარკვეული სირთულეები თანხების გადანაწილებაში ძალიან რთული პროცესია ეს გაყოფის პროცესი და ჩვენ მივიღეთ თანხმობა ხალბატონი ნანისგან და ბატონ რუსლანისგან რომ ჩვენს მოთხოვნებს ჩვენს შენიშვნებს ისინი გაითვალისწინებენ ამის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა გოგიამ მოიწვია ცალკე სხდომა ჩვენ დარგობრივად განვიხილავთ ყველა პროექტს ჩვენ მოცემული ბიუჯეტის პირობებში შევიდა გაყოფილი ბიუჯეტის პირობებში შევიდა ჩვენს შენიშვნებს და იმედია რომ ხელისუფლება კერძოდ საკრებულო ამ
შენიშვნებს გაითვალისწინებთ.